სუნთქვა აკონტროლეთ. თავარი მნიშვნელოვანია აქ ჩვენთან სუნთქვა. ავდექით ფეხზე. ავდექით. საკმარისია, აბა. 1 2 ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. უარყოფითი ენერგია. ჩემი ფეხი თქვენს დარბაზში. ვაიმე. დედა თქვენ აქ რა გინდათ? არ მელოდი? არა. ხო, მეც გადავწყვიტე რომ ფეხი აუწყო თანამედროვეობას და მეც ვიარო იოგას სეანსებზე. ვინ არის ეს ქალბატონი? ჩემი დედა მთილია. ოჰო, გასაგებია. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. როგორც ხედავ, ახალი მოსწავლე გვყავს, არა? დიახ, ძალიან კარგი, ემოციური. დედა ისე მიხარია რომ მოვედი, არასდროს არ ყოფილმა იოგა, არასდროს არც გამიგია რა არის და პირველად. ცოტა მშვიდად ბევრს ლაპარაკობთ, აკონტროლით ემოციებით პერსონა. ძალიან კარგი. მოკლედ, მოერგეთ ჩვენს დარბაზს. დიახ. უკვე გაშალეთ, ვხედავ და მოემზადეთ. ძალიან კარგი. სუნთქები. 1 როგორ მოვემზადო? 2 დაბრძანდით. დაბრძანდით. ვაიმე, არა და მოემზადეთ. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ოჯახის წევრებისგან ვისვენებ. დამშვიდი მაიკო. ყველაფერს მე მივხედავ, კარგით? დამიჯერეთ, გაგაგიჟებთ. სუნთქვა აკონტროლით მაიკო, ეს არის მნიშვნელოვანი. გავაგრძელეთ. თქვენი სახელი? ჩემი სახელი ლია. იჯექით თუ შეიძლება არ ადგეთ. ლია. ლია. გაგრძელე. ლია, როგორც ხედავ, თქვენ გინდათ რომ თანამედროვეობა ცოტა ფეხი აუწყოთ, ხო? კი რა, საკვირველია, მე ჯერ ახალგაზრდა ვარ. ძალიან კარგი, ეგ აღარ იყო საჭირო. მოკლედ, ჩვენ გვაქვს პილატესი, ციგუნი და ჰოლოტროპიული. თქვენ რომელი გნებავთ? მე უნალექოს დავლევ. ხო გითხარით რომ გაგაგიჟებთ თქო? მოდი მე მივხედავ მაიკო, კარგით? კარგით. აბა რა გავაკეთო? ქალბატონი ლია. მოდი გეტყვით იმას, რომ თქვენ აქ იმისთვის ხართ, რომ სუნთქვა აკონტროლოთ. თქვენი ემოციები, გათიშოთ სხეული. მაგალითად, გათიშეთ სხეული, როგორ? გათიშეთ გონება და 10 წუთი ჩუმად იყავით და საერთოდ ხმა არ ამოიღოთ, მარტო ისუნთქეთ. კარგით? 10 წუთი არა. 10 წუთი ბევრი ხო არ არის? ხმას არიღებთ, ჩუმად ხართ. არა, მე 5 წუთი. გონება გათიშულია, საერთოდ არ ლაპარაკობთ. არა, ზოგადად. გონება გათიშულია, ლია და საერთოდ არ ლაპარაკობ, კაცო მარცხა და ნერვები მომიშალე. კარგი, როგორც გინდათ, ხო? როგორც გინდათ. აი, ხომ გეუბნებოდით დედა, რომ ეს იოგა საერთოდ არაფერში არ გჭირდებათ. თან იცით რა ძვირი ღირს? რა ღირს, ძვირი? 200 ლარი ღირს და პლუს კერძო ინსტრუქტორი 100 ლარი. რას ლაპარაკობ, გოგო, რა ამბავია? ასეა და. სუნთქვა აკონტროლეთ, ლია. შვიდად. არა, ხალხს ძარცვავენ თუ რა შვებიან, ვერ გავიგე. სუნთქვა აკონტროლეთ, შვიდად ისუნთქეთ, ლია. სადაა ხალხს ამდენი ფული? სუნთქვა აკონტროლეთ, ხედავთ რა ხელა შედეგი გაქვთ. არა, პირველივე ისე. გაკვეთილზე. ადამიანმა თავისთვის უნდა გაიმეტოს. აიმე. ორმაგს გადავიხდი. ოღონდ ძალიან გთხოვთ, მასწავლეთ, აი ეს შედეგი როგორ მივიღო. მაიკო, როგორც ხედავთ, თქვენ ჩემი შესაძლებლობები არიცით, ხო? სამწუხარო. როგორ გზნობთ თავს ქალბატონო ლია? აი მე გადასარევად დავშვიდდი ძალიან. ემოციები მოტყით ძალიან კარგი. მაგრამ მე გეტყვით იმას, რომ იოგაში ეს მაქსიმალური არ არის. მოდი თვალები დავხუჭოთ. დახუჭეთ თვალები. აკონტროლეთ სუნთქვა. ისუნთქეთ. და მოდი წავიდეთ ვიმოგზაუროთ. სად ვიმოგზაუროთ? სოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მაგალითად, პარიზში. მალდივებზე, ბალიზე. აბა მზად ხართ ლია, ჩავალაგეთ ბარგი და წავედით სამოგზაუროთ. დედა რა კარგად გაუკეთებიათ ვარკეთილი. ერთი წუთი ქალბატონო ლია. მოგდი აზრი არ აქვს თქო. ძალიან გთხოვ დაბრუნდით ისევ დარბაზში და ამოალაგეთ თქვენი ბარგი ბარხანა. აქ ვარ? მოკლედ, ქალბატონო ლია. დიახ. მოდით ესეთი რაღაც ვქნათ. მიაუხსნი მაიკო არჩაერიო შენ. უარყოფითი ენერგია ამოუშვათ და გავუშვათ. გადავაგდოთ სადღაც შორს. ფეხით შევდგეთ. უარყოფითი ენერგია ამოუშვათო. ჩასუნთქვის დროს ჩაისუნთქეთ დადებითი ენერგია. ჩასუნთქვის დროს ჩაისუნთქეთ დადებითი ენერგია. ამოსუნთქვის დროს ამოუშვით უარყოფითი ენერგია. ამოსუნთქვის დროს ამოუშვათ უარყოფითი ენერგია. ტვინი გაბურღელია, მართლა ტვინი გაბურღე, ვეღარ გიძლებ კაცო ამდენი ხანი. რატომ იყირით?
არ გიყვენით, იცით? უბრალოდ ამოსუნთქვის დროს უარყოფითი ენერგია ამოყვა და თქვენსკენ წამოვიდა. აი, თქვენ როგორც აკეთებთ ხოლმე დედა სახლში, ყოველ ამოსუნთქვას უარყოფით ენერგიას რო ამოაყოლებთ ხოლმე. ვინმე სულ ასე ხუმრობს სახლშიც და იმიტომ აყოლებ ხოლმე უარყოფით ენერგიას ამოსუნთქვას. სწორად ისუნთქეთ. სწორად ისუნთქეთ. ძალიან კარგი. მოვეშვათ, მოვდუნდეთ. მოდი მე თქვენ გასწავლით ახარ ხერხს. თუ შეიძლება? დიახ. ბატონო ლია. დიახ. თავი რომ დავხაროთ მუხლებთან. ასე? კი ბატონო. კი. მაიკო ხო არ გინდა თქვენც რომ მომეხმაროთ. თავი დახარეთ უფრო, თავი დახარეთ. კი, ცოტა მტკივა, ცოტა. გაუძელით უფრო მეტად, მაიკო დამეხმარა შვილო. აი ეს. რას აკეთებთ? გამაგ სახში არ უნდა იყო თქვენ? მოვედი სამსახურიდან მშია, მწყურია მივდივარ სახში, არაფერი არა, არც საჭმელია, არც გარესხილია, რამე რაღაც სახში წამოდი, ახლა აი, დედათო, შენ საერთოდ აქ რას აკეთებ? რას ვაკეთებ და გამარჯობა. სამსახურიდან მოვედი, დაღლილი მშიერი, მოვდივარ სახში, არა ხარ და რა ეს რა არის, რა პოზა არის, რა ხდება? რა მოდუნდი. წამოდი სახში რო გეუნები ეხლა. მოდუნდი. ბანერად მოვდუნდე, გეუნები მშია. ასე მოდუნდი. ბატონო? შვიდათ ისუნთქეთ. ხო და მოვდივარ სამსახურიდან დაღლილი ქმარი მოდის ნამუშევარი რა უნდა დახვდეს სახში მინიმუმ საჭმელი სადილი ხო უნდა დახვდეს დათო, შვიდათ ისუნთქეთ, გააგრძელეთ სუნთქვა. წყნარად, უარყოფითი გაუშვით, გადაამდეთ იქით. დავჯდე შეგიძლიათ დაბრძანდეთ. სუნთქვაზე იფიქრეთ. არა ხო აკონტროლეთ. სამსახურიდან რომ მოდიხარ თქვენი ემოციები მართეთ. საჭმელი სასმელი გინდა ხო ელემენტარულია მაგრამ სუნთქვა აკონტროლეთ. პრინციპში თუ გშია ადექი და გაიცხელი შეთვითო ხო ხედავთ რამხელა შედეგი გაქვთ ხედავთ. აბა როგორ ხართ? მაიკო, დათო, კარგი ლია გათიშულია. ძალიან კარგი. ესენი როგორც იქნა დაბამშვიდე და მე ვინ დამამშვიდებს? მე? ლია? ა?